ევროკავშირში და ნატოში არ აქვს და არ ექნება. ამიტომ თქვენ თუ მართლაც სურთ, რომ ეს ქვეყანა გახდეს დასავლეთის სრულუფლებიანი წევრი, პირველ რიგში გიჟდებთ, რომ დაიწყოთ მოშლა იმ სიმაშინჯი პოლიტიკური სისტემის, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, იმიტომ რომ ამის გარეშე, ესეც თქვენი ძალაუფლება ამას ეკუთვნება, მაგრამ ამის გარეშე ამ ქვეყანას არანაირი დასავლური მომავალი არ აქვს შემიძლია ამის გარანტიას. გაჩვენება ეკონომიკას. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც დეკლარირებული ჩვენ გვაქვს თავისუფალი ბაზარი, ეს არის თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა და რეალურად მთლიანი დასაქმებული მოსახლეობის დასახლებულ მოქალაქეების 1/3 მუშაობს საბიუჯეტო დაწესებულებებში. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ამ კერლებში დაპირებების შესახებ შემცირდება ბიუროკრატია და განვითარება ბიზნესი და შეიქმნება სამუშაო ადგილები ებრძოლ სექტორში. თუმცა სტატისტიკა გასული რამდენიმე წლის სამწუხაროდ სრულიად საპირისპირო მაჩვენებელს ადასტურებს. რეალურად გასული 2 წლის მანძილზე 22,600 შემცირდა ებრძოლ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და 11,900 გაიზარდა ბიუჯეტზე, ანუ ხალხი ჯიბიდან ამოღებულ ფულზე და მართლმადიდებლზე მყოფი ბიუროკრატების რაოდენობა ამ ქვეყანაში. შემიძლია ზუსტად ითქვას, რომ ეს არის სრულიად ანომალიური მაჩვენებელი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს, რომ არის თავისუფალი ბაზრის პირობებში და შეესაბამება მხოლოდ რომელიმე ცენტრალურად დადეკლარირებული სოციალისტური ქვეყნის მაჩვენებლებს. მე მაინტერესებს კონკრეტულად აგვიხსნათ, როგორ აღიარებთ იმას, რომ რეალურად ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შეიქმნას, ის ადგილები შეიქმნას, რომელზეც რეალურად დასაქმება ხალხი და არ მოგონილი ხალხის ჯიბიდანვე ამოღებული ფულით შექმნილი სამუშაო ადგილები, სადაც ძირითადად ხელისუფლების პარტია, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ერთპარტიულ ქვეყანაში, ფაქტიურად ერთპარტიულ ქვეყანას ასევე არ ეხარებოდა დასავლური მომავალი, სადაც რეალურად გვაქვს ასაკის საკუთარ პოლიტიკურ პროტეჟებს, ნეპოტიზმის და პოლიტიკური მფარველობის მიზნით. თუ შეიძლება რომ კონკრეტულად გაგვიხსნათ ებრძოლ სექტორში როგორ აპირებთ, რომ შეიქმნას ადგილები, რამდენი ადგილი შექმნას აპირებთ, მაგალითად 1 წლის მანძილზე და გაგვიზარდოთ ეს შესაბამისი ციფრები, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმენთ ბევრი ლოზუნგები და ლოზუნგების ეკონომიკა არ შეიძლება. ლოზუნგი მართლა ძალიან გაგვიყვარს მასმენილი, ეს ვთქვათ, მეოთხე პრემიერ-მინისტრია, რომელსაც ქართული ექსპერტის პარლამენტი ამტკიცებაზე პირადად მეასწრებოდი და ყოველთვის შემოიფარგლებოდა ხოლმე პრემიერ-მინისტრების განცხადებები, ლოზუნგები და პატივები, რომლებიც სამწუხაროდ არ სრულდებოდა. მე პირადად მახსოვს, რომ დაუსრულებია ევროპაში პარლამენტთან დაკავშირებით. როგორ აღიარებდა ქართული ექსპერტის მთავრობა, ჯერ კიდევ როდის პროვინციაზე აიძულებინა ის დაპირებები, რომელიც გედოთ პროგრამაში, მაგრამ განათლებასთან დაკავშირებით, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით და მრავალი სხვა, და მათი ითქოსდა სტუმრობით უპასუხა მის თავისჯებიდან აპირებდა ყოველთვის ადგილსა. ჩვენ ვიხილეთ, რომ რეალურად თავისჯებიდან იმანში არაფერი დაუფინანსებია. თავისჯებაზე ერთადერთი გავლენა, რაც მისმა პოლიტიკაში მოსვლა მქონი არის ის, რომ მისი ჯიბი მხოლოდ სხდელდება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, იქნებათ ბიტკოინების მრავალი სხვა ბიზნესი, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იყენებს. ასე რომ ის გამიმეორებდა ჩვენი კოლეგების მომართვას მასთან დაკავშირებით, რომ იქნება რამდენი უფრო კონკრეტული წარმომიდგინოთ და რამდენი უფრო კონკრეტული შესწავლით მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ ამ განვითარებულ ეკონომიკური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანას. მე იმედი მაქვს, რომ სხვა კითხვების დასმის შესაძლებლობაც გვექნება, თუმცა ერთი კითხვა ასევე მაქვს ბატონმა
აქვს სოციალისტი ლარი საკმაოდ სოლიდური თანხა საქართველოს ნებისმიერი ქალაქისთვის თუ არ ჩავთვლით ივანიშვილს და მის გარემოწმას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მიდრდება, რა მოტივაცია ჰქონდათ მაშინ, როდესაც 2012 წლის ეთნიკურ ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს შესწირეთ ეთნიკურ ნაციონალურ მოძრაობას. დაგაძალათ ვინმე შემოწირულობის გაკეთება, განმარტებული პასუხის შეიძლება ასეთი პასუხი მოვისმინოთ, იმიტომ რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ასეთი პასუხი მოვისმინეთ. იდეოლოგიური თანხმობა ჰქონდათ თქვენ ეთნიკურ ნაციონალურ მოძრაობასთან იზიარებით მის პოლიტიკურ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს და როგორ უნდა იმართებოდეს საზოგადოების შემოსავალი. Pardon, Romanis შემოგვიდგა დავწერე. Ვისმოთ ჩვენ არასამართლიან მოდელში და ეს შესაძლოა გვარა წინამორბედება დააყენეს და საერთოდ პარლამენტმა ნაშრომი პრობლემა მოდის იმ არასამართლიან მიდგომები მოძებნა რომელსაც უნდა მათ შორის ეს ყველაფერი დაიწყო მნიშვნელოვნად ყველი ხელისუფლების პერიოდში და მონოპოლიის განსაკუთრებულში მოხდა პროგრესი, მაგრამ სამწუხაროდ მე ისწავლე რომ მასწავლებელი სექტორების სადაც არის ახალი შესაძლებელი თვალგან, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ საზოგადოებრივ განვითარებას. თქვენ შეეხეთ, რომ ჩვენ სულს ლიბერალური ეკონომიკის, რომელიც ფუნდამენტალურად მიდროები, ამის შესწავლა. იქნა გამომდინარე, რომ მე უფრო აბულაშევის პასუხის გაცემა როდექიაზდა რომ შეიძლება და გავახსენე პასუხს. თქვენი აზრით, როდესაც კრედიტორი ჯარიმას აზრს თავის კლიენტში პრინციპით, რომ გასამასე 10,000 ლარი, მან მიიღო 7,000 ლარი, რომ გაისურვა 7,000 ლარი ელისა, გარჩა 3,000 ლარი. ჯარიმის დაკისრავს არა 3,000 ლარი და არამედ 10,000 ლარი. ეს არის ლიბერალური მდგომა, არა ლიბერალური. მაგრამ შეიძლება გასცემ პასუხს ლიბერალურ ეკონომიკაზე და ამ თემაზე რაც მოხდა. Astfel claselor de sales ertenti economii dagis ras contribuțiilor, așa se întâmplă astu, ise sațiamă la ușor, nu s-a sunat la Euxid zanul și știu. Așa s-a capătat de războați la unde atunci când ați făcut Israel a stat în sistemul pentru că el văd autoritățile diferite, așa că de să avem un distanță. Institutele așa criminal la urmă. Dar există șerele și toate rezoluțiile și s-a capătat un somn și nu merge de la mână și de tot cartul s-a stabilit s-a avut. După ce am viață de și s-a întâmplat și s-a întâmplat irrelevantă. Nu s-a așa de așa de am stat aici. Așa că Romeo Ispianare, efectiv, am invitat pe Hristos. Am cerut ascultat pe ideologii uzmătorii la arată soleară la nivel național, să dați procentiv tensiune de care stilul. Asta e Ara, stes chiar și nu dau procentiv de Acolo, atunci ce spune? Unde s-a sunt create, s-a venit o dată să nu merge Meria,
სიტები და აირები და ყველა სახელმწიფო დაწესებულების ანგარიშები გასულია რომელიც არ შეიძლება ის ეკონომიკური მოდელის შესწავლა. მან არ ისწავლა ეკონომიკური მოდელი. მოდელი ძალიან სისტემა და მოდელი შეშევდები მოდელი ანუ უნდა ახსნა რასიშოს მოდელი საქართველოში შეიქმნა სისტემა, უსამართლო სისტემა. ეს უსამართლო სისტემა შეიქმნა ამ ექვსი განმავლობაში, გადააწყვეტს სამი პრემიერს და თხოვთ დაადასტუროთ, რომ ეს სისტემა შეიქმნა არა ექვსი წლის განმავლობაში, არამედ იუნის კანცელერსაც. და თუ იმას დაიწყო მოგიყვება, იუნის კანცელერსაც და შეიქმნა და თქვენ შეიქმნა იუნის კანცელერსაცი აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა ჩამოთვლილი. და მაგისტრატურიდან მოსკოვიდან გავხდით ერთ-ერთი დიდი ფირმის ასე ვთქვათ გენერალური დირექტორი, რომელსაც იმდენი შემოსავალი გაუშვა 20,000 ბალანსი და ნაციონალურ უზრუნველყოფას. სიმდიდრე შეუძლია. მათ შორის თქვენს მიერ შექმნილი სენსიბული სიმდიდრე. თხოვთ პასუხი. ბარბარა მე თუ არ ვიყავ საშუალება რომ პასუხი. მგონი ეს დიალოგი არ ძალიან კარგია თუ მართლა უზრუნველყოფა დასაკუთრებით. ან უსამართლობას დაამტკიცებს კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ლიბერალური ეკონომიკის და თავისუფალი ეკონომიკის დამყარება არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზშედეგობრივი კავშირი. მე ვახსენე მოდელში არასაკუთრებული შესაძლებელი ეს არ არის ერთადერთი ის ძალიან უსამართლო მომენტი, რომელიც და შემოსულია პაკეტი პარლამენტში ამასთან დაკავშირებით უცბად დასაწყისად ძალიან კარგი მას ხას დავაჭერთ. რაც შეეხება გადასახადებს ავტომატურ რეჟიმში მოდის ეს ნახსენეთ და თქვენი საკუთრების შექმნით რომ დღესაც ის უზრუნველყოფა იმის რომ ჩვენ სულს ამ მოდელს შექმნა სტატისტიკის მოგაზრდებს. ჩვენ წერს გავაკეთეთ დედების სტატუსის დემონსტრაციას. იმ რაოდენობით რაც დააბა 2010 ეს ციტატა იმიტომ რომ ჩვენ შევსვარეთ მითო და ჩვენ მეცადეს სტატისტიკის უგურე როგორ ამბობს და არა იმ სექტორს საერთოდ უცნაური შეიძლება დახარჯო ზუსტად სხვადასხვა პროგრამებში ჩვენ დავუკვირდებით ელემენტარული ავტომატური სისტემა მაშინ ეკონომიკის დროა და თურმე ჩვენ ამ ეკონომიკას უკრებს არის. არა, ჩვენ ვცდილობთ რომ ის სექტორებში, რომელშიც არის ეს მოსახლეობის შესაძლებელი, ჩვენ ისინი შევცვალოთ და დავაპიროთ ნამდვილ რეალურ საზოგადოებაზე მოგებულს. ისეთზე საერთოდ ის საქართველოს ისტორიული არჩევნი. ეს არის სწორედ ევროპის მინდა გითხრათ რომ
სწორედ უახლოესი იყო, როდესაც აფიქსირდა ისტორიულად ყველაზე მაღალი შემოსავალი საქართველოს ნაწილში საქართველოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა სისტემას ნაკლებობს, ეს საერთოდ მივიდია. Haburi სამშობლოა რომ ჩვენ არ შანსი გავწევდეთ ასეთი პოლიტიკას მიმომები ევროპის სივრცეში haburi სამშობლო ჩვენ არ შანსი ჩვენ გვაქვს ძალიან მიზანი ამ პროცესში და თითოეული ქართველი და საქართველოს მოქალაქე Rastăpului vizualizației, am probabil din cazul școlilor și societății, domnul și Claus, Europa. Dar ce ceva, natos, la usatorul eu propun să cel de la tradiție, magam. Im s-am făcut tanto realizzazione nella stessa, cioè io come di chiacchiere, quella per quanto riguarda მე გადაშენებული შემოგვიყვება ამას საქართველოს ასე აქვს არნატოსთან დაახლოებით დამახასიათებს კონკრეტული ხელოვნების შეფერილობები და ისეთები რასაც ევროპული შემოქმედები ამ შემთხვევაში გაჩერდება მასშტაბის ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეგულაციაზე, რომელიც დაჟინვა დამხმარების ყველა მომენტში, მათ შორის მასშტაბებში. არა მომა, ჩვენი ორიენტირების, ჩვენი ევროპელების მოსახლეობიდან კომუნიკაციის ამხანაგებში. რომელიც ასევე შეფასება არის ძალიან გულისხმობ დანიშნავს, ჩვენ ევროპელი კლასიკურად ამ მასშტაბებში ამასში ჩვენ შეიძლება ჩვენ ამას ვცნობთ და ამას აუცილებლად დავუყენოთ. და შეიძლება პოლიტიკურ დემოს. აქ იქნება შემდგომში ამას დააკვირდეთ, უბრალოდ დასამსხმოთ და თავისუფალ ბაზარზე დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ მე შემიძლია
სექტორის და მცირე მეწარმეების და საშუალო ზრდის კომპანიების. რატომ? მათ შორის იგრძნო, რომ მათი თარგმნა ასეთი უსამართლო გადასახადო გადაწყვეტილებით მოხდა მასშტაბურად. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, რომ კერძო სექტორში შემცირდა სამუშაო ადგილები და საჯარო სექტორში გადაზარდა. ამ თემაზე მინდა ბატონი შეგვიძლია კომენტარი და შევეხავთ იმაში Raczej to się
გარდაცვლის მართლაც, როგორც მენიშნე, აღმოსავლეთ სტრუქტურებს. თქვენ გაინტერესებთ ის, რომ რამდენად მე გადავაცხადე ჩემი თანხა ნაციონალური მოძრაობის განსაჭერად, მე ამაზე ძალიან მარტივი და დეტალური პასუხი. არა, მე ჩემი თანხა არ აღწევს ნაციონალური მოძრაობის თქვენ 2020 წელს იმიტომ რომ არ გქონდა საშუალება ქართულ ოცნებას დაიფინანსებია პარტია ადეკვატურად შეცვალა კანონი და იულიუს აღწერეთ პარტიის დაფინანსება. ამას უკვე შემდეგ უკვე სულება კანონში საკუთრებაში ეს ბახს. აქეთ დავიარე ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში გამოვიდა. რაც შეეხება კონსოლიდაციაში შეფასებას იდეოლოგიურ ფაქტორებს. მე 2011 წლიდან ვიხავდა კანონის საკითხები 2012 წელს ვიყავდა გაგებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხები კანონში და 2012 წლის პირველ ოქტომბერს თელქართულთან ვიზეირე თქვენი დასტურება საქართველოს
თქვენი საქმიანობის ხელის შეშვა და დაფარვას იმ მრავალწლიან საქმიანობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და ბოლოს იცოდოთ თუ არა კონკრეტულად რა უბრალოდ ბატონ მუშაობაშია. რკინიგზის ჭრილში მაინც ძალიან მოკლემართული დროშია. Ciao,
მოძვადიანას მეტი და ამას ემატება სტადიაში თანაშრომლები და სიმღერაში დაიწყოს დასაწყისო ჯამში 30-ზე მეტი საჯარო მოხელება. რეალურად აქტივისტები. კონკრეტულად შეიძლება კონკრეტულად ასეთი პროგრამები იყოს. რატომ შეგიმცირდა 50% შემოსავლები რკინიგზაში, მაგრამ საქმე იყავი ერთმანეთს. მადლობა კიდევ ერთხელ. ესე ყოფილა. ეკონომიკაში სახელმწიფო ოპოზიციური და ოპოზიციური ოპოზიციური შენახება პირველი პასუხი. მეორე, რაც შეეხება რკინიგზას 2013-დან 2017 წლამდე. თქვენ ახსენეთ ბრუნვა და ახსენეთ შემოსავალს. ეს არის ორი სხვადასხვა რაღაც. ეს არის რკინიგზა არის კომერციული საქმიანობა და შესაბამისად მისი წარმოების სამსახურების კრიტერიუმი არის მისი შემოსავლები, მისი მარჟები და ის როგორ აფასებს ინვესტორები ამატებს კომპანიას. არა ის როგორ აფასებს ამას, რომელიმე ჯგუფი, რომელიც უდედება დააფასებს. ახლა პასუხობთ, რომ საქართველოს რეგიონისთვის ფინანსურად ყველაზე წარმატებული იყო შემოსავლების პასუხი. ფინანსურად 2014-2015 წლები. ამ დროს მიაღწია რკინიგზის არა შეიძლება შემოსავლები. არა კონკრეტული იქნება კონკრეტული მეორე შემოსავლები დაგინახება. შემოსავლები და თვითბრუნვა 20 მილიონი ტონი და 10 მილიონი ტონი. კონკრეტულად შეიძლება კითხვა. კონკრეტულად შეიძლება დამშვიდობ შემოსავლები და პრობლემები ტონები. და აქტუალური დამშვიდობ ორივე ნაწილში თვითბრუნვა შეგიძლია 20 მილიონი ტონი და 10 მილიონი ტონი შემოსავლების ნაწილში დაგინახება შემოსავლები საკუთარი თავი კენწონელი აუწევდა. დღეს როგორ ვიცნობ რა არის გააკეთება შეიძლება. რკინიგზის მაგივრად ამ შემოსავალს ებულობს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაცია. რკინიგზის პროცესის საწინააღმდეგო. ეს არის საერთო ინფორმაცია, რომ ეხლა სანაცვლებ დოკუმენტს. ეხლა შემოსული იყო აუდიტის სამსახური და შეუძლებლობა ჩაატაროს. სასამართლო ადვოკატი და გუნდის გამო შემოსულო. დუბაი ეს ყველაფერს ისე გადაწერა სიკიცაიდას. პასუხო უარის დოკუმენტი გეუდება. პასუხო უარის დოკუმენტი შემოსული არის უარი მანქანა სასამართლოში გამართა. პასუხო უარია პასუხი. ამიტომ ძალიან მიგია პასუხო ადამიანს და დაფუძა Minister se dice la cosa, sa, no, 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 no,
მიგებულია და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუ შეიძლება ვაკეთებდი, მაგრამ გაკეთდეს და შეგვიძლია რა. თუ შეიძლება. ძალიან მოგწონდა ძალიან Shit,
400 კაცი, 500 კაცი, 600 კაცი და ჯიში. რამდენი 2000 კაცი დაკვირვებაში. უშუალოდ პირადად იღებდნენ დეპუტატის გადაწყვეტაში. როგორ მოხდა, რომ 10 ადამიანი სამმართველოს უფროსები, დეპარტამენტების უფროსები და 10 დიდი თანამშრომლები და აი ამათმა მოახდინეს გადაშაულებრივი დავალების შესრულება. რომ არა თქვენ ვის შეეძლო მათზე დავალების გაცემა. ეხლა მე ამ ყველაფერს გავაკეთებ. მე რამდენიმე კრიზისი პირადად შესაძლებელი წერილი შემოვიდა ერთი ის მოადაგა მე ერთი პატარა ასეთ გარდაცვალა სასწრაფო მასალა და აღიარა თუ დადაშაუჭაი ანუ და დაადგინო მერე დადაშაუჭაი ამის შემდეგ პირობას გაგზავნა სხვენი პასუხის პირადად დადაშაუჭა სამართლის უფროსებს რომლებიც დიახაც გვერდიდან იღებენ ხელფას დავაკეთეთ ვიძინაიონიშვილს და თქვენთან რომ აი ეს დანაშაულებული პედაგოგი გადაყენ ჩაიგდო და დავიწყე გადაყენ პირადად ვეცდები სამუშაო კაბინეტებში და ყველა აფრიკაში გაიცნოს რომ ესენი არ არიან პოლიციელები და პირი გააცნობენ პოლიციელები ეს ერთი მეორე ძალიან სამართლებრივ თქვენ შეშინებული და დამხმარე პოზიცია 6 წლის განმავლობაში სადიღავ გელმასების მოადება აგაცელები პოლიციელები გაუპასუხებელი 250 ბარს გადაგებები და არა და ქალაქავზე აგროვიზი და პარლამენტში მინისტრის მოადგილე იყო წელიწადში 72 ჯერა პრემია აგებული და 1200 და 1300 და 1500 ლარები და მოხდებული ფრაქციის თავმჯდომარეს გამარჯვებულებს რომელიც მე რკინას უკავე თავში ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს და ეს გადაცემა ანუ ბატონო გაფარდა დიახ კონკრეტული ასეთები ადამიანები ვინც გაიცი დავალება შეშინებული მასალა და ამიღალი აღსვლა ჯერეში გადასახადა მინისტრი მაგრამ ეს პარტია სოფლიო პრაქტიკა არ არსებობდა უბება დიპლომატურ წარმომადგენელთა უკორპუს წარმომადგენელთა და შეგვიძლია რასაც მე ხარჯისო მაგრამ ვისაუბრეთ სგავს პრეზიდენტი არ არსებობს სამართლის უფროსები და დეპარტამენტის უფროსები პირადად იკაცებდნენ ოპოზიციური პარტიის დეპუტატს აი ეს არის ყველა ის ადამიანი. ესე ვერც ერთი ვერ გაბედადა თქვენი უკანონო დავალების გაცემის გარშემო. ან ეს ადამიანები დასაჯეთ ეხლა. ან ეს ადამიანები დასაჯეთ. ჩემ უკანონოზე რესპუბლიკის საფრთხო პოლიციის უფროსი მიხეილ პალტიაშვილი, განმარტავებული სამართლის უფროსი, დეტექტივი მიხეილ კუდაძე, კარგად შეგიძლიათ ძველი თბილისის სამართლის უფროსის მოადგილე მანუჩა მამსირაშვილი, ძველი თბილისის სამართლის უფროსი, თემურ კალანდაძე, აი ეს ვიგინდარა და კრიმინალი ადამიანი. დიახ, კარგად მიხედეთ იმას, ანაყარა. სუხად ამადაშვილი, ვაგეს სამართლის უფროსი, მაჭულაშვილი, ქალაქის სამართლის უფროსი, შალო ბედოიძე, ქალაქის სამართლის უფროსი და თქვენ პირადად კრიმინალი გახარია ადამიანი, რომელიც გასცემს დანაშაულები ბრძანებას. დიახ, თქვენ რომელიც ხართ ყოველდღიურ ბიზნესში სუსის თანამშრომელი სენაში დააკავა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლობა ხელი აღჭურვილობით და ნული რეაგირება შეუძლებლად ნული დეპუტატ თავში ჩაარტეს რკინა და ეკანამის პრინციპულზე სულ ასეთ ნული წაუბრეთ ბრალ გასაგები რო იყოს ესე არ მოიქცეოს ძალიან ხო თქვენი თავი გადაეჭრეთ პირველში პირველი მოგიწევთ ამბები და გაქცევთ. იმიტომ რომ დამნაშავე კონკრეტულად. და თუ გონია რომ თავში ჩართები კონკრეტულად და პოლიტიკოსები დაჭერები და სემატები შეაშინებ და დააშინებ ძალიან ძლიერ. უკეთური ის არის ჩართება. და თქვენ რომ ჩემი გაინტერესებს კიდე რომ ბატონო მამკა ის უარითად იმ თანამდებობაზე რომელსაც გთავაზობ კენძულ ბიძინაევანიშვილი და არ მითხრათ ეხლა რეალურად პოლიტიკურმა საბჭოს ქართული ოცნების იმშევა და თქვენ წარმოგადგენთ რეალურად ეს ბატონი იყო კანდიდატი პრემიერ-მინისტრად ზოგადად იმდენად გაშიშლა მორავას ქუჩის ყველობასაც დაკავშირებით რომ ვერ გამედა ივანიშვილმა თქვენი დანიშნა მაგრამ კარგად დაფიქრდი გეუბნები ამ ადამიანს
არ უნდა გეთქვა თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენ ხართ ერთი პარტიის შინაგან საქმეთა მინისტრი. აი ამ ჩაიგდეთ ადამიანები გააკეთებინათ. მაგრამ პრაგმატულ შინაგან საქმეთა სამინისტროში მე გავიგე აქედან მინიმუმ 3-4 ადამიანი მათ შორის ერთი ბატონი გამოდა პირველი იქნება რომელიც კალვისტს და მოიარდა და თქვენზე დაწეს იმას შეიძლება რაც არ გაგიკეთებთ თქვენ რა Hey,
კი არ მაგარი შეიძლება საკრები შეულობო მაგრამ მე არა წარმოდგენა და პროცედურები ვიგაანადგურა და ხაზინა ფარდა და რატომ აფარდა ეს მისგამოვაში მიზეს უბრალოდ მე არა წარმოდგენა კიდე არა დაგიერება სხვა და საქმე შინაგან საქმეების განსაკუთრებით გეოგრაფიული რომ ადეკერებს ეს იყო ის ფიქსებულები რაც იყო იმ მომენტისთვის ეს იყო ასაკობების დრო შეწყვეტილი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოყენდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ განაცხადა რომ სასამართლოზე გამოვლენილი ახალი განაყოფის გამოძიება გრძელდება და გამოძიება შეიძლება განვითარდეს საერთოდ ყველა მიმართულებით ძეგლი ესე გავიგე კაბინეტში ერთი ადამიანია ეს ვინც მუხტალის მასუხისმგებლობას იღებს ერთი მინისტრი შეიძლება გამოდოს ვინ იღებს მასუხისმგებლობას მუხტალის და დაკავშირებით ერთი მინისტრი მაინც შეიძლება ბატონო გახალია თქვა არ მაინტერესებს მარტო ამიტომ არა გუში გეგმით გამოსცემ ორი სამი გამოლობაში ხატო ვიღაცა აკაკუს ორი ზედები პარტიის ლიდერი საუბრობდა ქართული ოცნების სახელი და მასშტაბით რაც ვამხილე თემი კანონიზება დადები და ნაციონალურ მოძრაობას დააყარა და განაპირებულია ან რომელი პროკურორი უნდა გეგმოს მე ბატონი გეგმის დაჭაი ხოლმე შეაწყდა მილიონერად შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს რეზერვას უსაკუთრებს საერთაშორისო ზონების რეზერვას მე არა შუაში არა ვარ და პროკურორს გიქეთო აკითხა ბატონო შესაძლოა გავწევო და წავიდები ორ არასამსახურში სამში წავიდები სადაც აუცილებლად მოგიწევთ ისედაც